სანაიას ეთერი. დაპირისპირება გრძელდება სპორტის საპარლამენტო კომიტეტი და სპორტის მინისტრი. ლევან ყიფიანს ოპოზიცია ქართული ოცნების რიგებში გამოუჩნდა. ბრალდებები ოჯახური და პირადი ინტერესების შესახებ. რაში ადანაშაულებენ შოთა ხაბარელს და სჭირდება თუ არა ლუკა კურტანიძეს მკურნალობა. ზოგი საკუთარი შვილის მერე თანამდებობის დაწინაურებას ლობირებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ხაბარელს. ლუკა კურტანიძე დიდ დამსახურებად აქვს თავის დროზე ჭიდაობაში. პოსტტრაუმული სინდრომი აქვს, ისეთ რაღაცები თქვა, იქ არ ფული გაიღოს და საყურებლად გაუშვა. რას უპასუხებს დეპუტატი ლუკა კურტანიძე მისი მისამართით ნათქვამ სიტყვებს. რატომ ამჯობინებენ სპორტის მმართველები დახურულ შეხვედრებს? რა ხდება იქ, სადაც კამერებსა და ჟურნალისტებს არ უშვებენ? პრეტენზიები მინისტრთან, რა ხდება ქართულ სპორტში? დაარღვევენ თუ არა დუმილს ჩვენი სტუმრები, შოთა ხაბარელი და ლუკა კურტანიძე სანაიას ეთერში. სანაიას ეთერი ქართული სპორტის პრობლემების აქტიურ გაშუქებას იწყებს. ის, რაც ყველას გვაწუხებს. რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანაში სპორტს? TVS-ი რეგიონებში პირველ ეთერს ხაშური სპორტულ ინფრასტრუქტურას ვუთმობთ. ივერიის ცნობილი სტადიონი განადგურებულია. რატომ დაკარგა რაიონმა საშინაო არენა? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და ვინ მოაგვარებს პრობლემას? კლუბი სტადიონის გარეშე. დღეს 19 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.